მოგესალმებით. დღეს ჩვენი გადაცემის დროა, მე ახლა ყველაფერს შევამოწმებ და დავიწყოთ. ნახო, ხმას გადავამოწმებ, მე მგონი ყველაფერი ნორმალურად არის. კარგი. როგორც შევთანხმდით, შაბათობით ჩვენ საერთო კვირის მიმოხილვა გვაქვს და მე მინდა დავიწყო ისევ და ისევ საგარეო მოვლენებით და პარალელები გავავლა საქართველოსთან, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, მე ვიტყოდი გამანადგურებელი შეფასებები ბალტიის ქვეყნებთან დაკავშირებით, ნატოსთან დაკავშირებით, ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით და მე გული მწყდება იმაზე, რომ მე წლების წინ დავიწყე საუბარი იმაზე, რომ არ მინდოდა ჩემი სახელმწიფო ბალტიისპირეთის აბსოლუტურად არაფრის მაგნისი სახელმწიფოების გვერდით ყოფილიყო მოაზრებული და აბსოლუტურად არ მსიამოვნებდა და ღიად საუბრობდი იმ ანალიზის საფუძველზე, რასაც მოცემულობა მაძლევდა სამწუხაროდ ეს ყველაფერი საშინელი აგრესიით აღიქმებოდა საქართველოში, თითქოს მე ესე იგი დასავლეთის მტერი და რუსეთის მეყუთბე ვიყავით, მაგრამ ფაქტია, მე გონიერ ახალგაზრდებს მივმართავ, გონიერ ქართველებს საშუალო და უფროსი თაობის პოლიტიკაში არ შეიძლება ემოციის დონეზე ფიქრობდე, მოქმედებდე, სახავდე მიზნებს შენი პირადი სიმპათია, ანტიპათიების საფუძველზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება იმ მოცემულობას, რაც არის ხვალ მექნება ლექცია 8 საათზე სწორედ პროგრამირების, წრფივი პროგრამირების და საერთოდ მათემატიკური პროგრამირების საკითხებზე, ოპტიმიზაციის საკითხებზე და თქვენ ნახავთ, არ შეიძლება არაფრის ოპტიმიზაცია რეალურად თუ არ არის ჩაწერილი ის შეზღუდვები, რა შეზღუდვებიც არსებობს და ამდენად დილეტანტურიც ძალიან მაღალი დონის ნათქვამი იქნება საქართველოს წინა ხელისუფლებაზე, დღევანდელ ხელისუფლებაზე, ეს არის წმინდა პოლიტიკური პროფანები, რომლებიც ეჩხუბებიან ფაქტს, არ აღიქვამენ რეალობას და საქართველოს მიაქანებენ უბსკრულისკენ. დააკვირდით ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას. მე ბევრ ადგილზე ნახე გამოხმაურება და ჩემი ეჭვი გამართლდა ნატოს უვარგისი გენერალური მდივანი ამას პროვოცირების მიზნით აკეთებს, იმიტომ რომ არაფრის თავი ევროპას არ აქვს, რადგან საკმარისია მან ნაბიჯი გადადგას რუსეთის წინააღმდეგ და საერთოდ იქნება განადგურებული. ევროპაში დღეს დაიწყო სერიოზული ლაპარაკი, რომ საჭიროა დიალოგი რუსეთთან და არა ომი, იმიტომ რომ ომი თავისთავად არის კატასტროფა, მაგრამ ევროპის დღევანდელი ელიტა, პოლიტიკური ელიტა, თუ ამ ნაგავს შეიძლება ელიტა ეწოდოს, ძალიან კარგად გრძნობს, რომ ინგრევა ეს ყველაფერი, რომ ისინი ნიჩაბზე არიან და ისინი სანაგვეზე უნდა იქნენ გადაყრილი და მერე რა მოხდება, ჩვენ კიდე ჯერ არ ვიცით ამის თაობაზე, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გონივრულად. ჩვენი ხელისუფლება, როგორც გამოჩნდა, თუ გნებავთ შუა აზიაში ახლა რაღაც სამიტზე რომ იყვნენ, არ მინდა ამ სამიტზე ვისაუბრო, საერთოდ არავინ არაფრად არ თulis. და არ შეიძლება კონსტიტუციური პირველი პირი ჩადიოდეს სადმე და ყველა მიცოდეს, რომ ეს არ არის ხელისუფლების პირველი პირი. ხელისუფლების პირველი პირი სხვაგან არის. რატომ უნდა ელაპარაკოს ვინმე კობახიძეს, როცა კობახიძე არაფრის
გადამწყვეტი არ არის. მოკლედ, ომის საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის და მე წლებია საუბრობ, იცით თქვენ, რომ სასწაული მოხდება რუსეთმა თავი აირიდოს ნატოსთან და ევროკავშირთან დაპირისპირებას, იმიტომ რომ მე ადრეც ვთქვი და გავიმეორებ. უკრაინით საქმე არ დამთავრდება, ნატო და ევროკავშირი არის უკანასკნელი რესურსი რუსეთის წინააღმდეგ მის დასასუსტებლად, ამას შედეგად მოყვება ის, რომ ეს ორი უვარგისი ჭაობი ორგანიზაცია გაქრება პოლიტიკური არენიდან, მაგრამ ომს სერიოზული მსხვერპლი მოყვება და ეს მსხვერპლი არ შეიძლება რომელიმე მხარეს იყოს მისასალმებელი და გასახარი, ისევე როგორც ტრაგედია უკრაინაში, თუმცა უკრაინის ვირეშმაკა ხელისუფლება რაებზე მიდის და რა სქემებს ფარავს. დღეს საინტერესო პუბლიკაცია იყო ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემაში, ამერიკელები როგორ ფარავენ იმ კორუფციულ სქემებს და იმ დანაშაულ სქემებს, რომელიც უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს, აბა ამ ხელა ფულზე ვინ მოაკიდებდა მათ ხელს და ვინ მიცემს საერთოდ ზელენსკის ან მის ხროვას იმას, რომ მილიარდები განკარგოს. ზელენსკის ირგვლივ არის ხალხი, რომელიც იმართება სწორედ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს უკვე განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი შეერთებული შტატები ყველა ამისგან განთავისუფლებას ცდილობს, ნახეთ, მას გაყავს ჯარი, შემთხვევით არ დაარტყა, არაფრის მაქმნის ბალტიის ქვეყნებს. მე ნამყოფი ვარ, იქ შესანიშნავად ვიცი, ეს ხალხიც რანაირია, ის ქვეყნებიც მინახავს და ვიცი ძალიან კარგად როგორები არიან, ქართველი ხამებივით შესციცინებდნენ. რა გაქვს? ბალტიის პირელის შესაშური რა გაქვს, ვითხარი, იმდენად დაკნინდა ქართული ინტელექტი, ცოდნა, გონება, რომ ზღაპრული ქვეყანა გქონდეს, არ უვლიდე, საშინელ მდგომარეობაში აყენებდე საკუთარ თავს და ბალტიის პირელებს, ამ სრულიად უვარგის ქვეყნებს შეხაროდე და მიგაჩნდეს, რომ იქ დიდი რამე გაკეთდა. რა აღმოჩნდა? ბლეფია ევროკავშირის წევრობაც, ბლეფია ნატოს წევრობაც და არაფერს არ წარმოადგენს. 1997 წლის მდგომარეობას დაუბრუნდება ნატო, ეს აშკარა არის, აქეთკენ მიდის ყველაფერი, ევროკავშირი და ნატო თუ ბოლომდე დაკარგავს გონებას, იბრძოლებს, დიდი ბრძოლა 5 წლიანი ომი არ იქნება, ძალიან მალე დასრულდება ყველაფერი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი. თელმა მსოფლიო მიცის, რომ მიბარებული ფულის, მით უმეტეს სახელმწიფო დონეზე მიბარებული ფულის ხელება არ შეიძლება, იმიტომ რომ ამით შენს ფინანსურ სისტემას დაანგრევ და დაარტყამ პირველ რიგში საკუთარ ვალუტას. იმდენად გაცვლილი არიან გონიერების არიდან ევროპის ლიდერები, რომ მათ უნდათ სამუდამოდ გაყინონ ბჭყალებში, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გაყინავენ, შეიძლება გარკვეულ დრომდე გაყინონ, მაგრამ რუსეთმა პირველი რაც გააკეთა, Google-ის აქტივები მოითხოვა საფრანგეთიდან და თითქმის 110 მილიონი წამოიღო, დანარჩენი იმდენი აქვს წამოსაღები და მათ შორის რუსეთში არსებული დასავლური ქონება, რომ ორჯერ გადაამეტებს იმ 300 მილიარდს, მაგრამ აქ მთავარი ფაქტია, იურიდიული საკითხია, ფინანსური მიზანშეწონილობის და სამართლებრივი მიზანშეწონილობის საკითხია, რომ სხვა ქვეყანას, კარგია, ცუდია, ამისთვის არსებობს პოლიტიკა, ამისთვის არსებობს პოლიტიკური პროცესი და არა ფულის წართმევა, რომელიც
პირდაპირ წერენ, ეს ისეთ დარტყმას მიაყენებს ევროპას, რომ აქედან ევროპა ვერასდროს ვერ გამოვა. ევროპა ვერასდროს ვერ გამოვა ისეთი ძლიერი ნათქვამია, რომ დიდი დღე არ უწერია ამ საცოდავ წარმონაქმნს და სამწუხაროდ ჩვენი უბადრუკი ხელისუფლება ისევ ევროპისკენ ყოველდღე იმ კანალიზაციის სახელმწიფო ტელევიზიებში ევროკავშირზეა ლაპარაკი, ევროპის სამბებზეა. კი, მაგრამ რა მისახვედრია, სხვაგან არის მსოფლიო. სხვა კოორდინატთა სისტემა შეიქმნა. ჩვენ ისევ ევროპაზე ვსაუბრობთ, არავითარი მნიშვნელობა საქართველოსთვის. ევროპაში რას ამბობენ, არა აქვს მნიშვნელობა. რომელი დეპუტატი რა ბრჭყალებში შეურაცხყოფას მიაყენებს საქართველოს, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა და საერთოდ ქართული სახელმწიფოს ჭირდება ხელისუფლება, რომელიც გაერკვევა ამ პროცესებში. რაც მალე მოხდება ამ მთავრობის ცვლილება, მით უკეთესი არ არის დიდი ხანი დარჩენილი, მაგრამ მე ვერ ხედავ პერსპექტივას, იმიტომ რომ ოცნების, ანუ ერთი კაცის საკადრო პოლიტიკა ისეთია, რომ გამანადგურებელია ქვეყნისთვის, გამანადგურებელია ოცნებისთვის, ოცნებას თუ გონია, რომ დიდი ავტორიტეტი აქვს ხალხში, შენარჩუნებული, ის გონება დამთხეულ ხალხში დარჩა მას გარკვეული ავტორიტეტი, მაგრამ ის ხალხი არ წარმოადგენს იმ ნაწილს ქართველებისა, რომელიც მის მომავალს გადაწყვეტენ. შორს რომ არ წავიდე, აი ის რაზეც წლებია ვსაუბრობ, საუბედუროდ ახდა და ჩვენ აღმოჩნდით იმ უსუსური არაფრის მაქნისი სახელმწიფოების გვერდით თავად უსუსური. თავად არაფრის მაქნისი გარდა მარიონეტული სახელმწიფოსა და ხელისუფლებისა და აქედან გამოსასვლელია. და ეხლა მე მინდა ეს დაუკავშირო. ესე იგი, აქედან კიდე გეუბნებით, ეს მთავრობა შეიძლება, პრობლემა არ არის, ეს აბსოლუტურად უვარგისი პრემიერი შეიძლება, მაგრამ მე ვერ ხედავ იმ გადაწყვეტილებათა სისტემის ფარგლებში, რასაც ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, ოდნავ მაინც ნორმალური ადამიანის მოსვლას არ ველი, იმიტომ რომ თვითონ სისტემაა მახინჯი და სისტემის მიზანი ცოტა სხვა რამეა. ის მოამზადებს ახლა ოპოზიციურ პარტიებს და შემდეგ მოხდება იმ მარგინალური ნაციონალური მოძრაობის ნაწილის გაუქმება, თითქოს ნაცმოძრაობა გააუქმა, თვითონ აყავს ოცნებაში ყველანი, თვითონ შეხარიც იმ ადეიშვილს და მისი ხალხი ეგრე მინისტრებად არის დანიშნული და ადეიშვილის ხალხი და მისი მოადგილეები და თანაშემწეების დონეც კი. ასე რომ ეს ერთი უბედურება საქართველო ამოვარდნილია გონიერი სახელმწიფოების რიგიდან, ჩარჩენილია მენტალურად მისი ხელისუფლება წარსულში, ვერ გძნობს უდიდეს ცვლილებებს მსოფლიოში და ქართული სახელმწიფო შეყავს ჩიხში. მაგრამ ეს ნახევარი უბედურებაა საგარეო პოლიტიკა. მეორე ნახევარი უბედურება, რომელიც საერთოდ დაანგრევს ქვეყანას, ეს არის საშინაო პოლიტიკა. ეს არის ქვეყნის გაყიდვა ურცხვად. თუ ამას დაუშვებთ ჩვენ არ ვიქნებით ღირსი ჩვენი ქვეყანა გქონდეს. ხასუსო. ხვალ დათო ჭაბუკაშვილმა გააკეთა განცხადება, მეც დავწერე ხვალ 3 საათზე, ვისაც კი დრო გაქვთ, ვისაც შეგიძლია, ვინც მხარს უჭერდა ხართ ქართველთა დიდი გაერთიანების ამ არაფორმალური, კიდე ხასუსომ არ გჭირდება ქართველებს ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ვიღაც ორგანოს, ამ არალეგიტიმური ხელისუფლების ორგანოს ბეჭედ დასმული კახალთ. მობრძანდით 3 საათზე რუსთაველის 18-ში, ჩვენ არ ვქმნით რაღაც იერარქიულ სტრუქტურას, ჩვენ ერთად ყველა დაინტერესებული ქართველი ჩვენთვის უძვირფასესია, ჩვენ ერთად გადავწყვეტ, რომ შემდეგი ნაბიჯები რა უნდა იქნოს. ნაბიჯები ძალიან მალეა გადასადგმელი. ეხლა მე მინდა ერთი მთავარი საკითხი შევხედო
განვიხილო, შევხედო ამ თავარ საკითხს ცოტა სხვა კუთხით და განვიხილო ის თქვენთან ერთად, იმიტომ რომ დაიწყო შეტევა ეკლესიაზე და ვიღაც ვითომ კომენტატორი და საკუთარი გადაცემის მქონე ადამიანი ვიცნობ, ერთი-ორჯერ თუ სამჯერ მიწვეული ვიყავი მასთანაც თავის დროზე, სანამ ჩემზე აკრძალვა გაიცემოდა საქართველოს ეკლესიას ფუნდამენტალიზმში ადანაშაულებს, არადა ჩვენ შეიძლება რაღაც კონკრეტულ მღვდელმთავართან მქონდეს პრეტენზიები და ეს აბსოლუტურად რეალურია, მაგრამ ქართული ეკლესია მართლმადიდებლობა ფუნდამენტალიზმის ჭაობში არ არის ჩაფლული, მართლმადიდებლობა არის ფანტასტიკურად ძლიერი რელიგია, თუ ჩვენ რაიმე ვავნეთ საკუთარ თავს, მხოლოდ იმის გამო ვავლეთ, რომ ჩვენ მართლმადიდებლობის ის უმთავრესი ცნებები და თავარი პრინციპები დავარღვია და ერთხელ ძალიან გაბრაზებულმა ვთქვი, მამაო ჩვენო, თუ იცით შინაარსი რა თქო, მე ყველას მოგიწოდებთ, კარგად გაიაზრეთ, მამაო ჩვენო, რა არის. ეს არ არის უბრალო ლოცვა. ესე იგი, შეტევა ეკლესიაზე ფუნდამენტალიზმის ბრალდებით, შეტევა ქართველ ეროვნულობა საბაგი ბუქო კი არა, ნორმალური ადამიანის ნორმალური მდგომარეობა. კაცო, შენი ქვეყანა გინდოდეს, შენი ქვეყანა გიყორდეს, სადაც გაიზარდე, სადაც ჩამოყალიბდი ადამიანად შეიმეცნე. როცა ნორმალური მდგომარეობა ქვეყანაში, ადამიანებს უბრალოდ უყვართ. ის გარემო სადაც ცხოვრობენ, ნორმალურია. ამას სხვანაირად უწოდებენ პატრიოტიც. მე არ მიყვარს ეს სიტყვა, იმიტომ ძალიან შერყვნილი ყველანაირად სიტყვა არის და ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, კაცი რომელსაც უყვარს თავისი გარემო, უყვარს თავისი, რომ იტყვიან, სოფელი, ქალაქი, მხარე, მთელი ქვეყანა, ეს არის უყვარს თავისი კულტურა, მოსწონს ის გარემო, რა გარემოშიც ის ცხოვრობს. ამიტომ ამას ნორმალურ მდგომარეობაში ქვია პატრიოტიზმი, მე გითხარით არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ არის მეორე სიტყვა, რომელიც ეხლა როგორც ეკლესიას ადანაშაულებთ, ეხლა ქართველებს რო თითქოს ესენი ნაციონალისტები არიან და ეხლა გავარჩიოთ, მე გაუნათლებელი კრიტიკოსების გასაგონად ვამბობ. ნორმალურ მდგომარეობაში ავხსენი რა არის პატრიოტიზმი. უბრალოდ გიყვარს, არაფერი აქ საბაგი ფუქო არ არის, ნორმალური ადამიანური, კაცური, ქალური ქცევა, განწყობა, სულის მდგომარეობა, მაგრამ ხასუსა, როგორც კი ამ შენს კულტურას, ამ შენ გარემოს, ამ შენ შეხედულებათა სისტემას გარედან დაემუქრება საფრთხე, ანდა ნაძირალა შიგა ქართველების მეშვეობით ხდება ამ ყველაფრის განადგურება, ადამიანები თავისი ბუნებრივი მდგომარეობიდან, პატრიოტიზმიდან გადადიან ნაციონალიზმში და ხაზგასმით ვამბობ, ნაციონალიზმი არის პატრიოტიზმის ზღვრული ფორმა და ვლინდება მაშინ და უნდა გამოვლინდეს მაშინ, როცა არსებობს საფრთხე ამ კულტურის განადგურების, ამ კულტურის დაკნინების და ამ ძირი ხალხში ხაზს უსვამ. მე ვამბობ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩემთვის საქართველოს და საქართველოს მოყვარული განსხვავებულობა ეთნოსში არ არსებობს. ქართველი იქნება, სომეხი იქნება, აზერბაიჯანელი, მაგრამ კიდე გეუბნებით, ვიღაცას შეიძლება იყოს მოქალაქე, არ უყვარდეს, მე არ ვახსენებ ამ ადამიანს. ყველა ადამიანი ჩვენია, ვინც ამ ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა, ამიტომ აქ სწორად ჩამოვყალიბდეთ. დიახ, ნაციონალისტი უნდა გახდე, იმიტომ რომ ნაციონალიზმი არის ბუნებრივი მდგომარეობა, რომ გადაირჩინო თავი
და ნაციონალიზმი რა კი ზღვრული ფორმაა, იგი ამ ყველაფრის დასაცავად მიდის უკიდურეს ნაბიჯებზე. თუ მას მიიყვანენ უკიდურეს ნაბიჯებზე. ეხლა მე მინდა ჩვენი ხელისუფლების გასაგონად თქვა, არაფორმალური მართველის გასაგონად თქვა. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს მოერევით და გააკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ საშიშ რაღაცებს აკეთებთ, ჯერ ერთი ასეთი რამ თავში არ უნდა მოხსნოდათ. ხელი აღმართეთ ქვეყანაზე. ვერაფრით ვერ დაამტკიცებთ თქვენ, რომ ხელი არ აღმართეთ საქართველოსზე. აი, დავიჩოქებ და ბოდიშს მოგიხდით, არაფორმალურ მმართველსაც, დღევანდელ მთავრობასაც რა მნიშვნელობა აქვს? მართალია უკანონოები ხართ, მაგრამ რა კი ვამბობ, თქვენ ვერ გაამართლებთ თქვენ ქსელში, სოციალურ ქსელში პასპორტები, ისე ბოდიში პირადობის მოწმობები გაჩნდა, ხო? ვიღაც არაბებზე, რომლებიც მოქალაქეები არიან, თქვენი მიცემული ესენი. ჩემი მიცემული ხო არ არის? თქვენ თუ ფიქრობთ, რაც აკეთებთ, თუ ფიქრობთ იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ქართველები გაყაროთ ქვეყნიდან და აქ არაბები შემოიყვანოთ და თქვენ გინდათ, რომ ქართველი ჩვეულებრივი ნორმალური ზნეკეთილი ადამიანი, რომელიც საუკუნეებია იბრძვის და ცხოვრობს ამ მიწაზე, გაყაროთ აქედან და საკუთარი მიზნებისთვის არაბები შემოიყვანოთ, არ შემოყავთ? აბა ვინ არის ეს ხალხი? 100,000-ობით ადამიანი ყავს შემოყვანილი. ესე იგი, აწუსო. თუ ქართველებს ამ ნორმალურ საღ ხალხს, კიდე გეუბნებით, ნორმალურ საღ ხალხს, მე ძალიან პატრიოტიზმ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად არის. მე თქვენთანა ვარ, თქვენ მე არა ვარ თქვენი უფროსი და არც არასდროს არ ვიქნები, მე ვიქნები თქვენს გვერდით მდგომი ადამიანი, მაგრამ ვიქნებით ერთად ამ ქვეყნის ირგვლივ. ჩვენ ყველამ ილუზიები უნდა გავიაროთ. მე შეიძლება ცოტა ადრე გავიარე ეს ყველაფერი, როდესაც ის ჭაობი ვნახე, რასაც ქართული პოლიტიკის კულისები ქვია. იმიტომ წამოვედი იქედან, თორე ახლაც იქ ვიქნებოდი ერთი ბოდიში და გაფუჭებული კაცი, რომელმაც მატერიალური მდგომარეობით შესანიშნავი სახლები, ვილები აიგო და ხვიხვინობს იმ პარლამენტში. ჩემი დროის დეპუტატები ახლაც არიან იქ და ხვიხვინობენ, გევრიელად არიან, ხო? უფრო ჯობია მოკვდე. ვიდრე ფული იშოვო შენი ქვეყნის გაყიდვით, შენი ქვეყნის დაზიანებით. ამიტომ არაფორმალურ მმართველსაც მიმართავ და ამ ხელისუფლებასაც მიმართავ და ყველა იმ საცოდავს მიმართავ, რომელმაც ვერაფრით ვერ გაიგო ხელისუფლების მხარდაჭერა კონკრეტული ჯგუფისა არ შეიძლება იდგეს უფრო მაღლა, ვიდრე შენი სახელმწიფოს და შენი ქვეყნის მხარდაჭერა. იმდენად ხარბები ხართ ფულით, ესაც კი ვერ გაგეგიათ. მოგეკითხებათ, მოვად, რომ ნუ გონიათ, რომ ქართველი ასე ბაიყუშივით იქნება, არ იქნება ქართველი ბაიყუშივით. უკიდურესობამდე ნუ მიიყვანთ საქმეს, ნუ გააკეთებთ იმ საშინელებებს, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. და ყველა გულიან ქართველს მიმართავ, რომელსაც რაღაც აქციების იმედი აქვს. სანამ საქართველოს მოყვარული განურჩევლად მისი პარტიული კუთვნილებისა ამ საქმეში ერთად არ დადგება, ვერ მიხვდება იმას, რომ ერთობლივი ძალით ეს გაცილებით იოლად მიიღწევა, რომ მცირერიცხოვანი რაოდენობაში დარჩენილი ძალიან გულიან შემართულ ხალხს არ მოუწიოს უკიდურესი ნაბიჯების გადადგმა ხაზს უსვამ. ნუ გონიათ, რომ უკიდურეს ნაბიჯებზე არ წავა ქართველი. ნუ ფიქრობთ იმას, რომ მოერევით ამ ხალხს და გაყრით აქედან, ვერ მოერევით. და უკვე გაქვთ დანაშაული ჩადენილი, როდესაც ხელი აღმართეთ საქართველოს. კარგად დაიმახსოვრეთ ეს, ჩვენ არაფერი არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა არ გვინდოდეს,
რა თქვენ აკეთებთ ამ ქვეყანაში რაიმე კაის და ჩვენ გამოვდივართ ეს საშინელი ვიღაცები და ყვირი ვართ რომ ცუდათაა საქმე. ამიტომ ხას უსვამ პატრიოტიზმის გადაცვალ ნაციონალიზმში არის სიტუაციიდან გამომდინარე და არა ბუნებრივი მდგომარეობა და ამ ყველაფრის დასაცავად ნაციონალისტურად განწყობილი ჭეშმარიტი პატრიოტები სწავლენ ყველაფერზე, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის ფასადად. ამიტომ ნუ ეხუმრებით ამ ქვეყანას. ნუ გააკეთეთ, ხელისუფლებაში ხართ, გააკეთეთ რამე, რა გააკეთეთ, ყიდით ყველაფერს, ერთმანეთს იჭერთ. რამდენი პრემიერ-მინისტრი უნდა დაიჭიროთ, თუ არ დაიჭერთ, ვერ აჯერთ ციხეში, მაგრამ ხომ აკეთებთ. მანახეთ ერთი პრემიერ-მინისტრი 2012 წლიდან, ვინ გაამართლა, ვინ მოიყვანა ისინი პრემიერ-მინისტრები, ხალხმა აირჩია? არა, სუბიექტური გადაწყვეტილება. შედეგი რა არის? ბიჭო, ყველა უარგისი რა, ესე იგი, ცუდად აარჩიეთ. ყველას დაჭერა გინდოდათ, მათ შორის ვინც არ ჩანს, მაგრამ გადაიფიქრეთ ბოლო მომენტში, ეს ხო ნაღდია, ხო დაჭერა გინდოდათ ყველას. მაგრამ მიხდით, რომ ეს თქვათ ლაფს დაგასხამდათ თავზე. არაფერი არ იმალება. მით უმეტეს ჩემი მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის. მე არ მჭირდება ტელევიზიები და გაზეთები რაიმე რო გავიგო რა ხდება. ასე რომ კარგად დაფიქრდით. მე რა კი თავისუფლებას ვაძლევ, ასე ვილაპარაკო. მე მას დაჟინებული თქვენთან დაპირისპირებული პოზიციიდან კი არ გეუბნებით. მე მას გეუბნებით ერთი რიგითი ქართველი კაცის პოზიციიდან და ჩემი ბედნიერება ამ წუთში ის არის, რომ მე შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემნაირი განწყობის ხალხი საკამაოდ არის. ჯერ არა ვართ შეკრებილი. თქვენ ციცით ეს ყველაფერს აკვირდით, მაგრამ მალე ვიქნებით შეკრებილი. ამიტომ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, ამ ქვეყნის სასარგებლოდ და ჩვენი ოჯახების სასარგებლოდ ვიმუშაოთ, ხელისუფლებაში თქვენ ახართ, იმ არალეგიტიმურობას მოიხსნით მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, რასაც ქართველთა დიდი გაერთიანება გთავაზობთ. ხო ხართ მაგრები, ხო გიჭერთ ხალხი, ხო? მაშინ კანონიერება აღდგება, ხას უსვამ, ამას ხშირად გაგიმეორებთ. ეს არის სამართლებრივ პოლიტიკური და სიმბოლური აქტი. თქვენ არსად არ წახვალთ, დროებითი მთავრობაში გადახვალთ. დანიშნავთ ერთად არჩევნებს, ყველანი, ვინც კი შეთანხმდება იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო ხელუხლებელია, ქართული კულტურა ხელუხლებელია და მისი ფუძიდან ამოვავალი ტრაექტორიით უნდა ვითარდებოდეს, თორე გაყინული კულტურა მოკვდება თავის ხალხთან ერთად. ჩვენი ენა ფანტასტიკური ენა და ჩვენი ხალხი არის ყველაზე მთავარი ფასეულობა ამ ქვეყანაზე. არაფერი ამაზე წინ არ არის ხალხი, იმიტომ რომ ის ხალხი ატარებს ამ სამ ფასეულობას. ხო? საერთო მაგიდაზე დავჯდეთ, შევთანხმდით თამაშის წესებზე, მიიღეთ კარგი გაუყალბებელი კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციით ისეთი არჩევნებში მონაწილეობა, სადაც თუ თქვენ გაიმარჯვებთ, შემიძლია მთელი ქართულთა დიდი გაერთიანების სახელით და ყველა სახელით გითხრათ, რომ ნებისმიერი ვინ გაიმარჯვებთ, იქნებით აღიარებული, იმიტომ რომ თამაშის წესია, სხვა უკეთესი თამაშის წესები ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს. თუ რაიმე ახალი იქნება, მერე გადავალთ სხვა რამეზე, ჯერჯერობით რჩება. ესე იგი, არ გინდათ ასე? ხო ხართ მაგრები? მიიღეთ თქვენ კაი ხალხო წესიერ არჩევნებში მონაწილეობა. მე გეტყვით რა მოხდება. როგორც კი თქვენ ოპოზიციურ პარტიებს დაალაგებთ, სხვებს მოიცილებთ, ამ ოპოზიციურ პარტიებს, ვისაც თქვენ რომ იტყვიანთ,
თავზე ხელს დაადევთ და პოლიტიკურად აკურთხებთ, იმათ მიაღებინებთ მონაწილეობას, საქართველოს უამრავ მოქალაქეს 100,000-ობით ხმას წაართმევთ, ვინც საზღვარგარეთაა, იმიტომ კი არა, რომ ევროპა მოწონს და ამერიკა მოწონს და ის შეიძლება 1%-ია, გაჭირვებამ წაიყვანა, ხო? იმ ხმებს ჩამოართმევთ მათ, სამაგიეროდ რაოდენობას ამომრჩევლიც არ შეცვლით, რის ხარჯზე არ შეცვლით, სანაძლეოს დაგიდებთ, თუ გნებავთ თქვენ ამომრჩეველთა რაოდენობა დღესაც ხო გადაბერილია, არანორმალურად გაბერილია, ფიზიკურად არ არის ამდენი ამომრჩეველი ქვეყანა. ესე იგი თქვენ გაქვთ გაკეთებული ის, რაზეც არის დიდი ეჭვი. თქვენი მოქალაქეთა აღწერის შედეგები არავის არ სჯერა. იმიტომ რომ ის ეწინააღმდეგება გაეროსა და მსოფლიო ბანკის მონაცემებს. იმათ კი არაფერი არ ეშლებათ, იმათ არაფორმალურ მმართველს რო ფული აქვს, მილიონჯერ უფრო მეტი ფული აქვს. ტრილიონობით ფულს აკონტროლებენ, ამიტომ ისეთი რამეს ნუ გააკეთებთ, რომ უბედურებაში გადაიყვანოთ ეს ქვეყანა. ქვეყანა უკვე არის მძიმე მდგომარეობაში. სოციალური ჭაობია. თქვენ გააჩინეთ ის ფასები, ხედავთ რა არის, თქვენი ოფიციალური სტატისტიკაა. ჩემი არ არის, რა წინააღმდეგობა იქნებით, აყვავდა ეკონომიკა და პროდუქტებზე ერთ წელიწადში 10,3% ფასები გაიზარდა? აყვავებულ ეკონომიკაში? კი, მაგრამ ხელფასები რამდენი გაზარდეთ? თქვენ მართლა ხო არ გონიათ $2,400 რო ამბობთ საშუალო ხელფასეო, რომელიღაცა ბანკის მენეჯერების მილიონიანი ხელფასები შეკრიბეთ 700-800 ლარიან და 1000 და 2000 ლარიან ხელფასებთან და მიიღეთ მაღალი შედეგი, ხო? თქვენს მიერ გამოცხადებული, მასე არ კეთდება, ხო იცით? მედიანური ხელფასი იცით რა არის? მედიანური, ხო და მედიანური ხელფასი გამოაქვეყნეთ და მეორე გამოაქვეყნეთ სექტორების მიხედვით სად რამდენი სამუშაო ადგილია. სექტორების მიხედვით. დარგებით, უფრო სხვანაირად ვთქვა, დარგების მიხედვით. როცა აქვეყნებთ, რომ 10%-ით გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტიო, არაფერი არ მჯერა, რადგან თუ ამას არ მოაყოლებთ, რომელ სექტორში რა ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. როგორ გაიზარდა შინამეურნეობების შემოსავლები, როგორ გაიზარდა საშუალო ბიზნესის შემოსავლები, როგორ გაიზარდა დიდი ბიზნესის შემოსავლები, თუ ამას არ მეტყვით, მაგ ციფრებით მოატყულეთ თქვენი გამოთაყვანებული და გონებაბნელი მხარდამჭერები. ამიტომ მე მთავარი სათქმელი გითხარით. არ გინდათ ხალხთან თანამშრომლობა, არ გინდათ მახინჯის საგარეო პოლიტიკის შეცვლა, არ გინდათ, ხო? ხედავთ რა არის. როგორი კონფლიქტიც არ უნდა იყოს ორ ქვეყანას შორის, კონსტიტუციური პირველი პირები ხელს არ თმევენ ერთმანეთს, იმიტომ რომ არის დიპლომატიური პროცესი და არის თქვენ არავინ არაფრად არ თვლით. ჩაგიარა რუსეთის პრეზიდენტმა, ჩამოგართვა ხელი კობახიძეს ვეკითხები. მე რუსეთზე კი არ ვამბობ. ახალი მსოფლიო მოწყობა, ამერიკული პროექტი, ნახეთ, წაიკითხეთ ამერიკის უსაფრთხოების კონცეფცია, სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფცია. აგიხსენით ხო რა არის C5 ანუ Core 5, როგორც უწოდებ, რატო გაკეთდა, რატო ეწოდა ეს სახელი. თქვენ სად წერი ხართ? თქვენ წერი ხართ იმაში, რომ უნდა გაყიდოთ ეს ქვეყანა? და ბაიყუში ქართველები, ესე იგი, მე ესე იგი არაბები აქ რომ მომძლავრდებიან, პანჩურის წყლით გაყრიან აქედან და ბაიყუში ქართველები ადგებიან და გაიქცევიან ამ ქვეყნიდან, ხო? ვიღაც ხდალი გაიქცევა. მაგრამ რაც გეუბნებით მე, თუ თქვენ ამ საშიშ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას მიიყვანთ უკიდურესობამდე,
თქვენ მიიყვანთ სისხლამდე საქმეს. თქვენ ვერ ალაგებთ საგარეო ურთიერთობებს, იმდენი ჭკუა არ ყოფნის პრემიერ-მინისტრს, რომ სადაც ყველაზე დიდი პრობლემა გაქვთ. იქ, ესე იგი, ბალტიის ქვეყნებს უმეგობრდები და კიდევ ვიღაც ევროპულ ქვეყნებს და გამოდიხარ რუსეთის წინააღმდეგ. კაცო, რუსები არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ რუსოფობია ჭკუანაკლულობის შედეგია. პრობლემა არის არ მაინტერესებს წარსული ხვალმინდა ცხოვრება, ხვალ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა აქ უნდა იცხოვრონ. მოაგვარე სახვალიოთ საქმე, რისი მომგვარებლები ხართ. საერთოდ თუ შეგიძლიათ თქვათ რუსეთთან რა პრობლემა არის. პოლიტიკური პრობლემა. ეს ოკუპანტი აიძახეთ, ოკუპანტი რატომ არის? გეკითხებით, რატო დაიკარგა აფხაზეთი? მე იმედი მაქვს, რომ გონიერი ხელისუფლება მოძებნის გზებს, ძალიან რთული გზებია, თქვენ მიიყვანეთ და წინა ხელისუფლება ერთი ოხერი ხართ ორივენი. რატო დაიკარგა სამაჩაბლო, რომელსაც არაფერი არ ემუქრებოდა, არც აფხაზეთს დაკარგვის არაფერი არ ემუქრებოდა, იყო გაყინული კონფლიქტი. ვინ გაალღო გაყინული კონფლიქტი და რის შედეგად აღმოჩნდნენ იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყვნენ. ეს ცალკე თემაა, ხო? ვერ ალაგებთ. შანსი არ გაქვთ, იმიტომ რომ ეს რო დაალაგოთ, თქვენ ამაზე უნდა ისაუბროთ. თქვენ საუკეთესო ქართული ინტელექტი, ვისაც შეუძლია ამ თემაზე საუბარი, მოიწვიოთ და სასაუბროა თუ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან? არაფრის განკეთებლები არ ახართ. ხაზს უსვამ, დაჩოქილი მოგიხდით, ბოდიშ მანახეთ რისი შემძლე ხარ. რისი გაკეთება შეგიძლია ჯერ გონებაში უნდა იყოს დაალაგებული და ნაბიჯები უნდა იყოს გადადგული. მანახეთ ვერ აკეთებთ, ვერც გააკეთებთ. და რა გავაკეთოთ? ჩვენ დავკარგოთ ქვეყანა? თუ არაბი ააშენებს ორ ქალაქს იქ და აყვავდება ქვეყანა და ესე იგი ბიუჯეტში ამდენი ფული, ეგეთი ჭკუამოკლეები როგორ ახართ? ბიჭო, არაბი ააშენებს ქალაქს და ბიუჯეტში რაღაცა შევა და იმ ფულით, რომელიც შემდეგ კომუნალური გადასახადებით იქნება, ქვეყანა წავა წინ. ამ დროს ქვეყნები ინოვაციებზე, ახალ რაღაცებზეა საუბარი. 2030 წლისთვის სამუშაო ადგილების სტრუქტურა იცვლება თავიდან ბოლომდე. მე ამას მაგისტრანტებს ვასწავლი, რადიკალურად იცვლება ყველაფერი და თქვენ ანადგურებთ განათლებას და გოიმებივით, კიდე გეუნებით, ქაჯებივით ლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე და იგიც ვერ გაგიკვებიათ. რა ფუნქცია ექნება მალე? რა დამხმარე ფუნქცია ექნება და რა იქნება ადამიანის ფუნქცია, მაგრამ არაფრის მცოდნე და არაფრის მაქნისი ადამიანის, არა ძალიან მაგარი ცოდნის მატარებელი ადამიანი. იცვლება ყველაფერი. 2030 წლისთვის დაიმახსოვრეთ ახალგაზრდებო ჩემი სიტყვები. სამუშაო ადგილების 5 წელი ფანტასტიკურად დიდი დროა. აბსოლუტურად. შეიძლება ბევრი თქვენთაგანი თქვენი განათლების დონით და თქვენი პროფესიული ცოდნით ქუჩაში დარჩეთ. ამ თემებზე საუბრობთ თუ რა, ეხლა განათლების რეფორმა წამოიწყეთ იდიოტიზმის დონეზე. ბიზნესმენებს დაეკითხეთ, ხო, როგორი კადრები ჭირდებათ, ხო? და გამოანთავისუფლეთ ახლა შემონობებს და გაყიდით ჭავჭავაძეზე 1-2-3 დიდი შენობა, დიდი ადგილი თავი. და ამას უძახით თქვენგან. მანახეთ ერთი საუბარი, რომელიც 21 საუკუნის სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის განვითარებას, მის შესატყვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სტრუქტურებს მათ შექმნაც ისახავს მიზნად. მანახეთ საქმიანი მსჯავრობა შესაბამის სამინისტროს ხელმძღვანელი პენიტენციალური
დაწესებულების არაფერი არ მაქვს საპირისპირო ის არსებითი საჭირო ინსტიტუტია, მაგრამ იქ სხვა კატეგორიის სხვა ხალხია, განათლების მინისტრების სხვა ხალხია. თან ადეიშვილის გასაგებია, ადეიშვილის კაცირობა პირველი კაცი იქნება არაფორმალური მმართველისთვის, აბა რა იქნება? აი, მე ვთქვი ახლა ღიად, ალალად, მოურიდებლად ის თუ რისკენ მიდის ქვეყანა. თუ თქვენ გონიათ, რომ მე ემოციურად ვლაპარაკობ და ყოველი სიტყვა აწვენილი არა მაქვს, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ გაყიდით ამ ქვეყანას? ყიდით, ნახეთ, ახალგაზრდებმა ნახეთ რა ვიდეოები გადაიღო, ეს მე ადრეც ვიწოდი თბილისის გარშემო რა არაბული სოფლებია, რაებია ქართლში, კახეთში. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ გაყიდით ამ ქვეყანას? თუ რას გვიზამთ, ახლა მოვკლავთ და დაგხოცავთ ქუჩაში, ხო? მაგის რო გვეშინოდეს, ჩვენ ხმაც კი არა მოვიღებდით. დაგხოცავთ და რა დღე დაგადგებათ, იმასაც დაინახავთ მე. ჩვენ რა გინდათ? ფულს გთხოვთ, შავი ფულის წილში ჩაგვაჯინებ, მეკთამებს, რომ მოაქვთ კაცაში ფული იმის წილში, თანამდებობა ჩვენი ქვეყანა გვინდა, რა გინდათ? 12 წელზე მეტი, 13 წელი გავიდა უკვე თქვენი 13 წელი დაპირისპირების მეტი არაფერი არ გაგიკეთებიათ. ის პრობლემა რაც იყო ელემენტარულად გვარდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად პოლიტიკური დანაშაულზე წადით, შვა უნდა გაიკრიფოსო და მე უნდა დავრჩეო და ეგენიო და ამათ შორის აგვირჩიე ჩვენ, თორე ეგენი მოვლენო. მაგ საკენ კი დაუყარეთ, კიდე გეუბნებით, თქვენს გონებადამთხეულ მხარდამჭერებს. ისინი ნორმალური ადამიანები არ არიან. და თუ უბედურება მოხდა, აი, მე მაინც ვისურვებდი, რომ ყველაფერი კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგით საგარეო პოლიტიკაში. ქართული სახელმწიფო ხელუხლებელია. ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადადგით სწორი ნაბიჯები. ქართველი ხალხის მომავალი ხელშეუხებელია, თქვენ ხელი შეახეთ ამ მომავალს. თქვენ ისე შეახეთ ხელი, რომ ქართველი კაცის პერსპექტივა ამ ქვეყანაში დააყენეთ დარტყმის ქვეშ. შეცვალეთ ეს ყველაფერი, გადადით კონსტრუქციულ ნაბიჯებზე. გადადით სერიოზულ სახელმწიფო საქმიანობაზე, თუ არ გინდათ ეს ქვეყანა უბედურებაში გადაჩეხოთ. ვერ გაყიდით ამ ქვეყანას. ვერ დააკნინებთ, ისედაც დააკნინეთ, დედა უტირეთ ამ ქვეყანას. ამიტომ გონიერად შეხედეთ, გონიერად გაიაზრეთ ეს ყველაფერი. თქვენი არც არავის არ ეშინია. თქვენ ვერც ვერაფერს ვერ შეგვაცვლევინებთ იმ ხალხს, რომლებიც ერთად ვიქნებით. ქართველთა დიდი გაერთიანება. მე ერთი რიგითი ქართველი ვარ. ჩემს თანამოაზრე ქართველებთან ერთად ვიქნები. ჩვენ გინდა ჩვენი ქვეყანა. თქვენ გინდათ აგვიგზავნოთ ეს ქვეყანა? აბა რას აკეთებთ? კიდე გეუბნებით, თქვენ მართლა გონიათ, რომ იმდენად გამოთაყვანდა ხალხი, რომ ვერ გძნობთ რას აკეთებთ? დამიმტკიცეთ. მე კი არა, ერთ კაცი მეცა ვარ, კანონ მორჩილი, მიუხედავად იმის არალეგი კანონი არასდროს დამირღვევია, ცუდ საქმე არასდროს მიკეთებია, მინდა ჩემი ფანტასტიკური საქმე ვაკეთო, წერო ჩემი წიგნები, ვიკითხო ლექციები. არ მაძლევთ ამის საშუალებას. მე ვერ მუშაობ ისე, როგორც შემეძლო მომუშავა დღე და ღამ იმ თემებზე, რომელიც მაინტერესებდა, საათობით დღეში არ ხარჯავდა მსოფლიოში მიმდინარე პროექტებზე, რა ხდება, საით მიდის ყველაფერი, ჩემი ქვეყანა უბედურებაში არ გაეხვიოს და იმიტომ ლაპარაკობ ამას, ეს მე დავავალე ჩემ თავს. თქვენ მე ვერაფერს ვერ დამავალებთ, ისე როგორც არასდროს არავის არაფერი არ დაუვალებია. ესეც შესანიშნავად იცით. თორე მე ვიყავი მაგნაგავში, რასაც
პარლამენტი ქვია. და არანორმალურად მთვლიდნენ, რომ გავაფუჭე ის ადგილები, ესე იგი მე უნდა მამაჩემს და ბაბუაჩემს იმ ქვეყნად რომ მივალ რა უთხრ. ერთი გაფუჭებული მეკთა მე გაზარდეთო, მაგას ვერ მოესწრებით ვერასდროს, ამიტომ მე პირნათელი მივალ მათთან და პირნათელი ვიქნები, სანამ ცოცხალი ვიქნები. მე მადლობას გიხდით ყველას, ვინც უსმენდით, ვინც მოისმენთ. ჩემი პასუხისგებლობა გითხარით და ყოველთვის არის არანორმალურად მაღალი. მე თქვენ ვერასდროს ვერ ვნახავთ პოზიციაში ცვლილს, ან რაიმე კონიუნქტურულ მოსაზრებებიდან გამომდინარე შერბილებულს და არ იქნება საფრთხე და საშიშროება, ჩემ ხმას ვერ გაგიგონებთ. მე მაქვს ჩემი საქმე გავაკეთებ, მაგრამ სანამ საფრთხე არ მოხსნილა, სანამ ქვეყანა ნელა, მაგრამ განვითარების გზაზე არ შემდგარა, მე ვიქნები ასე ჩემს თანამოაზრებთან ერთად. ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ საქმეში. დაგემშვიდობებით, ხვალ 8 საათზე მე ძალიან საინტერესო ლექციას წავიკითხავ, ალგებრა და მათემატიკური მოდულები, იმიტომ რომ ეს იმდენად მაგარი საკითხებია, იმდენად ახლოა პოლიტიკასთან, იმ შეხედულებებთან, რასაც არ აქვს მნიშვნელობა. ეს ეკონომიკაში ხდება, სხვა რამე ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაფერი წინა გვაქვს ასაუბროთ და გემშვიდობებით ახლა ხვალ 8 საათამდე. კარგად გრძანდებოდეთ.